1500-ზე მეტი ყალბი Facebook ანგარიში ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ 26 მაისს გამოქვეყნებულ იმედის პოსტზე, სადაც ივანიშვილის ვიადგამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთადაა გამოსახული 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში ტროლი და ბოტი გამოვლინდა. ორგანიზაცია წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული იმედის ქარტზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის გამოსახვას თავიდან მოქალაქეებში ძირითადად უარყოფითი ინტერაქცია მოჰყვა, მათ შორის კრიტიკული და სარკასტული კომენტარები და სიცილის რეაქციები. მოგვიანებით კი პოსტის რეაქციებს შორის თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მყისიერად გაიზარდა მოწონებების რიცხვი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოსტზე ინტერაქცია მასშტაბურად და კოორდინირებულად იყო ხელოვნურად გაზრდილი. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა იმედის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად. ანგარიშების შესწავლა მაჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა. პროფილები ხშირად შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში. იყენებენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერენ იდენტურ გვერდებს, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს. გამოვლენილი გარემოებების შედეგად იკვეთება, რომ ეს ქსელები ქმნიან ყალბი ანგარიშების უფრო ფართო ქსელს ქართული ოცნების სასარგებლოდ, რომლის მიზანიც სოციალური მედიის პლატფორმაზე პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნა. ისვედის თანახმად ბოტები ონლაინ წყაროებიდან აღებულ სხვა ადამიანების, უცხოელი სპორტსმენების, რეპორტიორების, მსახიობებისა და რიგითი მოქალაქეების ფოტოებს მასობრივად იყენებდნენ. კვლევაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა დროს შექმნილი და განსხვავებული სახელების მქონე ანგარიშები ხშირად ერთსა და იმავე პროფილის ფოტოს იყენებდნენ. ეს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ქსელები ერთი წყაროდან იმართება ან ერთიანი ბაზით სარგებლობს. ყალბი Facebook ანგარიშების ნაწილში ასევე გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულებები. სამართლიანი არჩევნების თანახმად ყალბი ანგარიშების ნაწილი სავარაუდოდ დაკავშირებულია ცალკეულ Facebook გვერდებთან, რომლებსაც ისინი მასობრივად იწერენ. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2024 წელს ამოქმედებული ყალბი Facebook პროფილების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პოლიტიკური მოძრაობის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს, ერთ-ერთ ლიდერთან ვატო შაქარიშვილთან კავშირში მყოფ Facebook გვერდებთან. არ აგარევინებთ ასევე ქართული ოცნების ღია მხარდამჭერის ია გაჩეჩილაძის კუთვნილ გვერდებთან.